მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რასაც ხედავთ ხო საერთოდ უკვე თვეების გასული თვეების მანძილზე არის ერთის მხრივ საკმაოდ სასოწარკვეთილი მცდელობა რეჟიმის, რომ დააჯეროს ვიღაც შექმნას რაღაცა ილუზია, შექმნას რაღაც ასე ვთქვათ მითი, რომ თითქოს მათ აქვთ რაღაცა რესურსები, რომ დაარეგულირონ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვახსოვს მათი დაპირებები ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, როგორ მოგვარდებოდა ყველა პრობლემა, როგორც კი ახალი ადმინისტრაცია დაიწყებდა ფუნქციონირებას. ეს ღია წერილები საერთოდ კომიკურია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აწერინებს საკუთარ წარმომადგენლებს და ტრამპის, ასე ვთქვათ, ტრამპი არის ადრესატი ამ რაღაცა კომიკური თხზულებების. და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ რეალურად ისინი არიან შესული ძალიან დიდ ჩიხში. მე მათ შორის მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ძალიან აქტიურად ცდილობენ, რომ მოძებნონ რაღაცა დახმარება ვაშინგტონში, მათ შორის ივანიშვილი ძალიან შეწუხებული არის სანქციებით, რომელიც მას უკვე დაუწეს და რა თქმა უნდა ეს გულისხმობთ, ეძებენ ლობისტებს. მათ შორის მას დაქირავებული ყავს იურისტები, რომლების დახმარებითაც ცდილობს, რომ დაიცვას თავი ამ სანქციებისგან. ანუ რეალურად ივანიშვილი არის დღეს შესული უმძიმეს ჩიხში. და ის ჩანაწერი, რაც გაჩნდა და ეს საკმაოდ უპრეცედენტო რამ არის, იმიტომ რომ რატომ არის უპრეცედენტო, რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს? ხო, იმიტომ რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანუ დაფინანსების ავტორიზაციის აქტი რეალურად ასე ვთქვათ, ეხება დაფინანსებას ამ უწყების, ხო? იქ როდესაც პოლიტიკური ჩანაწერის გაკეთება, ასე ვთქვათ, შესაბამისად დგება დღის წესრიგში, რომ კონკრეტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ფაქტიურად შეიძლება ითქვას საკანონმდებლო დონეზე არის ცდილობა, რომ აიგრძალოს, ეს არის უზარმაზარი განგაშის ზარი, მათ შორის ორპარტიული მხარდაჭერა ამისი, რომ აი როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ როგორ შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლებამ მოახდინოს რაღაცა ნორმალიზება ურთიერთობების იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებზე, შეგვიძლია ევროპაზე ცალკე ვისაუბროთ, დღეს ზოგადად მძიმე დღე აქვს რეჟიმს, იმიტომ რომ მათ შორის ძალიან ნათელი არის ევროკავშირის მხრიდან სიგნალები, როდესაც ჩვენ საერთოდ აღარც ჩამოდის აქ არავინ, ჩადიან აზერბაიჯანში, სომხეთში და აქ ჩამოსვლა არავის არ აინტერესებს, მაგრამ არანაირი ნორმალიზაციის, ასე ვთქვათ, რაღაცა რესურსი არ არსებობს. ვნახოთ ეს ანუ ეს ჩაბეტონებს არაღიარების პოლიტიკას. არაღიარება უკვე შემდგარი ფაქტია თავისთავად, იმიტომ რომ გადის თვეები 1, 2, 3, 4, 5, 6, ნახევარ წელიწადზე მეტია უკვე. რაც ამ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვხედავთ, რომ მათ შორის განცხადება, რომელიც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოვისმინეთ, რაც შეეხება ურთიერთობების გაუმჯობესებას, რომ კიდევ ერთხელ მოიშველიეს ვიცე-პრეზიდენტის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების, რომ იმ გზას, რა გზასაც ადგას დღეს ივანიშვილის ხელისუფლება, აქედან ვერანაირი, ასე ვთქვათ, ნორმალიზაცია ვერ იკვეთება. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ცხადია მუშაობას ძალიან აქტიურად ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომ შედგეს, გაიზარდოს წნეხი, იმიტომ რომ კარგია სხვათა შორის მე მინდა რომ ჩვენ საზოგადოებას ვუთხრათ, იმიტომ რომ ხშირად აქვთ ხო ადამიანებს შეკითხვა, რა ზეწოლის ბერკეტები არსებობს ივანიშვილზე. დიახ, სანქცირება ივანიშვილის, ეს არის ერთ-ერთი ზეწოლის ბერკეტი, ამას ადასტურებს მათ შორის ის, რომ მას ძალიან აწუხებს უკვე სანქციები, რომელიც მას დაუწესეს რუსეთის ინტერესების გატარებისთვის, ეს მინდა რომ ხაზგასმით ვთქვა. და ჩვენ ცხადია, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს წნეხი მასზეც და ამ რეჟიმზე, იმიტომ რომ ჩვენ ეს დღეს ძალიან გვჭირდება. კი ბატონო, მაგრამ აი სად ჩანს ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილის მიზანი არის იზოლაცია, ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრა, პარალელურად მუდმივად რუსეთის ივანიშვილი ასრულებს რუსეთის დავალებას. პარალელურად დღესაც საუბარი იყო, რომ ბიზნესი საქართველოსდან ბიზნესის წარმომადგენლებიც გააგზავნა, რომ რაღაცნაირად დაალაგოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე მინდა რომ რაღაცნაირად ავხსნათ ჩვენ, იზოლაცია არის ის, რაც მიიღო მან იმ პოლიტიკით, რა პოლიტიკაც გაატარა, გაუცემა ადამიანები, პოლიტპატიმრები ყავს, გააყალბა არჩევნები თუ
ის მიზანმიმართულად ცდილობს რომ იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა. იმიტომ რომ ეს არის ის კითხვა, რომელიც მუდამ ისმის და საჭიროა ამის ცოდნა ალბათ იმისთვის რომ თუნდაც ბერკეტები გამოიყენოს ოპოზიციამ და ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევხედოთ, ასე ვთქვათ, ამოცანებს, რა ამოცანები ქონდა რუსეთს და დღეს სად არის საქართველო და შესრულდა თუ არა ის ამოცანები, რომელიც რუსეთს ყოველთვის ქონდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. პირველი ამოცანა რუსეთის ყოველთვის იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, ჩამოშლილიყო, ხო? იმიტომ რომ ის რაც საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამაც იცის, ძალიან კარგად იცის ჩვენმა მტრებმაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის ჩვენი ქვეყნისთვის. სად ვართ ჩვენ დღეს? სტრატეგიული თანამშრომლობა არის გაუქმებული ბიძინა ივანიშვილის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ივანიშვილი არის სანქცირებული, მისი რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლები არიან სანქცირებული და დღეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ არანაირი დიალოგი კი არა, საერთოდ თუ მსჯელობა ვაშინგტონში მიდის, რამეზე მსჯელობა მიდის იმაზე, როგორ უნდა გაზარდონ წნეხი ივანიშვილზე და არა იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანასთან თანამშრომლობის რა ახალი ფორმატები შეიძლება შეიქმნას, რაც ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეს რა სჭირდება? სჭირდება სტრატეგიულად ძლიერი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველა ის შესაძლებლობები, რაც სხვათა შორის მეგობარი აქტით იქნა გათვალისწინებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ცხადია ეს ამუშავდება. რა იყო ყოველთვის რუსეთის მიზანი? რუსეთის მიზანი ყოველთვის იყო, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ მომხდარიყო. არის დღეს გაყინული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის, ჩვენ დღეს მხოლოდ ნომინალურად გვქვია კანდიდატი ქვეყანა, მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სანამ ეს ხელისუფლება ეყოლება საქართველოს არანაირი შანსი, თეორიულიც კი ჩვენ აღარ გვექნება ევროკავშირში გაწევრიანების და ისტორიული ფანჯარა და ეს ფანჯარა შეიძლება დაიხუროს ძალიან მალე, ჩვენ ნუ გვეგონება, რომ ეს კარი ევროკავშირის სულ გახსნილი იქნება. შეიძლება დაიხუროს ჩვენთვის და ჩვენ ვერაზროს ვერ აღმოჩნდეთ იქ, სადაც დიდი ხანია ვცდილობთ შესვლას. გაუქმდა თუ არა ევროკავშირთან ფაქტიურად ურთიერთობები, რაც რუსეთის დიდი ხნის ამოცანაა, გაუქმდა. და ჩვენ ნუ ფაქტიურად ოვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხის წინაშეც ვდგავართ. ამიტომ, როდესაც რუსეთის ყველა სტრატეგიული ამოცანა განხორციელდა და ყველა ეს სტრატეგიული ამოცანა განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და პირდაპირ იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ის ატარებს, რაც შეეხება ქვეყანაში დემოკრატიის გაუქმებას, იმიტომ რომ 2024 წლიდან საქართველო უკვე ოფიციალურად შეუერთდა ეგრეთ წოდებული ელექტორალური ავტოკრატიების რიცხვს, ანუ ქვეყანა, სადაც დემოკრატია ფაქტიურად აღარ არის საერთაშორისო შეფასებებით და ამის სიბრალია, რომ ჩვენ დღეს ვართ იქ, სადაც ვართ. რა შეიძლება იფიქრო, რომ რუსეთის დავალებები შესრულდა ბიძინა ივანიშვილის ხელით. ეს რაც შეეხება ქვეყნის იზოლაციას, მაგრამ უნდა თუ არა მას, რომ ის თავად მოექცეს თავისი უზარმაზარი ფინანსური, ასე ვთქვათ, რესურსებით. ის ადამიანი, რომელსაც ისევე როგორც ქართული ოცნების ყველა სხვა წარმომადგენელ, საკუთარი ოჯახის წევრები ევროპულ ქვეყნებში ყავს, სხვა შორის და ამერიკის შეერთებულ შტატებში გახიზნული, ასე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, მას არ უნდა, რომ მას შეეხოს პირადად ის წნეხი, რომელიც დასავლეთმა შეიძლება მასთან მიმართებაში აამუშავოს. ამიტომ ის იცავს ერთადერთ რამეს. ეს არის მისი პირადი ინტერესები, მისი ფინანსები და მისი, ასე ვთქვათ, აქტივები. ესე მოქმედებდნენ სხვა რუსი ოლიგარქებიც, პუტინის გარემოცვა, სხვანაირად კი არ მოქმედებდა. პუტინის მთელი გარემოცვა და მთელი საყრდენი და მთელი რუსეთის ელიტას საკუთარი ოჯახები, საკუთარი ფინანსები, საკუთარი აქტივები უნდოდა რომ ქონოდა დასავლეთში და ამ დროს ეომა იგივე დასავლეთთან და ბიძინა ივანიშვილი არის ზუსტად რუსი ოლიგარქი და რუსი ოლიგარქებით იქცევა. იზოლაცია ქვეყნის, სადაც ივანიშვილი არ არის სანქცირებული. როგორც ეს იდეალური მოდელი მისთვის აი ეს არის, რომ ქვეყანა იზოლაციაში თვითონ სანქციების გარეშე ამაზე მუშაობენ ახლა ლობისტები. ის ნახეთ, აი ის უყურებს ამ ქვეყანას როგორც ერთ-ერთ მის რაღაცა აქტივს, მის აქტივს. როგორც ბანკში აქვს, არ ვიცი ხო, რაღაც თანხები აქვს, რაღაც ხელოვნების ნიმუშები, მას აქვს ასევე საქართველო დაპყრობილი, ასე ვთქვათ, ჯიბეში ჩადებული, როგორც გეოპოლიტიკური რაღაცა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი წონის მქონე აქტივი. და მას უნდა სურს, რომ სოფლიო მიიღოს,
რომ ეს არის მისი აქტივი, საქართველოს არის მისი ქვეყანა, მას ფეოდალური მენტალიტეტი აქვს რეალურად, ის აზროვნებს როგორც ფეოდალი, მას არ მიაჩნია, რომ საქართველოს არის სახელმწიფო, სადაც ჩვენ ვართ მოქალაქეები, რომ ჩვენ მოქალაქეებს გვაქვს უფლებები მასთან მიმართებაში და სახელმწიფოსთან მიმართებაში. ის ესე უყურებს ამ ქვეყანას და მათ შორის შეხედათ რას აკეთებს. ხო, ანუ რეალურად ჩვენ გვიწყობენ დღეს გენოციდს. ანუ გენოციდი რას ნიშნავს? ხა გენოციდი შეიძლება გაზვიადება, მაგრამ მე გაზვიადებული სიტყვა მინდა რომ გამოვიყენო, იმიტომ რომ ის საფრთხე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ, რომ ქვეყნიდან გარბის უბრალოდ ქართველების უზარმაზარი რაოდენობა და გაედინება საუკეთესო რესურსები ჩვენი ქვეყნის. მართლა ტვინების გადინება მიდის, სამუშაო, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მასობრივი გადინება მიდის და ჩანაცვლება ხდება ამის უცხოელების, ну რა ვიცი ახლა, ანუ რეალურად მიმდინარეობს წმენდა ჩვენი ქვეყნის და ამას ესეც არის მის ინტერესებში. მან თავიდანვე თქვა დიდი ხნის წინ, რომ დიახ, უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან, თუ აქ შესაძლებლობები არ იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა დატოვოს, ასე ვთქვათ, საქართველო. ამიტომ რეალურად დღეს ჩვენ რო შევხედოთ ჩვენს ვითარებას და ჩვენ რატო ვამბობთ, რომ სწრაფად არის ხელისუფლების შეცვლა საჭირო, ჩვენ კატასტროფის წინაშე ვდგავართ, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო არის მოქცეული იზოლაციაში, ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოში არის უმძიმესი მდგომარეობა და არ უშუალეს ეს რაღაცა დღეს ვნახეთ, რომ მიიღეს დელეგაცია და რაღაცა დაპირებები. იმიტომ რომ ივანიშვილი არ გვინახავს, ჩვენ დიდი ხანია, ასე კადრებში ის არ ჩდება. დღეს ის პერსონალურად შეხვდა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანს შეხვდა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ბაჩიაშვილზე ვსაუბრობთ და იმ ისტორიაზე თუ როგორ მოხდა ბაჩიაშვილი საქართველოში, ხედავთ თუ არა რაღაცა ტიპის კავშირს ამ შეხვედრასა და იმ ისტორიას შორის, რომელიც ბაჩიაშვილს თავს გადახდა. მე ვფიქრობ, რომ დღეს რეალობა არის ის, რომ საქართველოში რეალურად ჩვენ რაღაცა კიდე ვერ ვგრძნობთ და კიდე მეტად ვიგრძნობთ იმ ეკონომიკურ შედეგებს ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის, რატო ვიგრძნობთ ამას მალე ძალიან, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა ივანიშვილმა აქცია რეალურად სანქციებისთვის თავის არიდების რაღაცა ჰაბად, ხო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების. დღეს მთავარი ამოცანა, მათ შორის ევროკავშირის მიერ ახალი სანქციების, ასე ვთქვათ, პაკეტი, რომელიც მტკიცდება, რა არის მთავარი ამოცანა? მთავარი ამოცანა ეს არის სწორედ ამოქოლვა ყველა შავი ხვრელის, რომელიც რუსეთს ეხმარება სანქციებისთვის თავის არიდებაში და მათ ეკონომიკას, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო დააზიანებს. ამიტომ რაც უფრო გაძლიერდება დასავლეთიდან ზეწოლა და წნეხი რუსულ ეკონომიკაზე, მით უფრო მეტად ვიგრძნობთ ჩვენ იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს დაუდგება, იმიტომ რომ რეალობა ეს არის, რომ დღეს ჩვენი ეკონომიკა დიდწილად მიაბეს სწორედ აი ამ არაფორმალურ და შავ, ასე ვთქვათ, რაღაცა შავბნელ ეკონომიკურ აქტივობებს. ამიტომ დღეს რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი არის ახალი რაღაცა ეკონომიკური პროექტების საიდანღაც გამოძებნა. ამიტომ მათთვის ობიექტურად მნიშვნელოვანია რაიმე ინვესტიცია, საიდანმე რომ შემოვიდეს, იმიტომ რომ ჩინეთის ვიზიტი შინაგან საქმეთა მინისტრის კიდე ესეც აი ამ ფონზე არ აქვს საიდან იქნება, ანუ რეალურად ქვეყანას დივერსიფიცირებული უნდა ქონდეს საინვესტიციო გარემო და ძალიან კარგია ინვესტიცია ყველა ქვეყნიდან, თუმცა დასავლური ინვესტიციები და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენებულიყო და აშენდება აუცილებლად დასავლური ინვესტიციებით, რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ამას თან მოაქვს სტრატეგიული ინტერესები დასავლეთის, რომელიც აძლიერებს ხო შენს ქვეყანას, შენი ქვეყანა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება დასავლეთისთვისაც და ჩვენი ამოცანა ეს იყო. ბიძინა ივანიშვილს ეს ამოცანა არ აქვს, მისთვის მისაღებია ნებისმიერი, ასე ვთქვათ, რაღაცა წყაროდან რაღაცა ეკონომიკური აქტივობა რო ქვეყანაში შეიქმნას, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ არ ვარ დარწმუნებული ჯერ არც იმაში რა რეალიზდება, ჩვენ ბევრი ტყუილი მოგვისვენია, ხო და მათ შორის არჩევნების წინ განსაკუთრებით ბევრი ტყუილი დაპირება ვიცით, მოგვისვენია, ამიტომ არ ვიცი რეალურად რა მასშტაბზეა საუბარი, ან რა რეალიზდება ამ ინვესტიციიდან, მაგრამ
ერთი რამ არის ძალიან ნათელი, რომ როდესაც სახელმწიფოს არ აქვს არანაირი რეალური ეკონომიკური განვითარების, სტაბილური განვითარების, სტრუქტურული განვითარების გეგმა, იქ საქართველოს მოქალაქემდე ეს სიკეთე რა ეკონომიკური აქტივობაც არ უნდა იყოს, არ მივა, იმიტომ რომ ეკონომიკური აქტივობა ამ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ სადაც არის კორუფცია და სადაც არის მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთთან აბსოლუტურად შერწყმული და სადაც არ არის ანგარიშვალდებულება მთავრობის ხელისუფლების წინაშე, იქ სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუმჯობესდება და ამიტომ გვჭირდება ჩვენ ამ ხელისუფლების შეცვლა, რომ შეისქვნას ქვეყანაში რეალურად სამუშაო ადგილები, იმიტომ რომ კორუფციის პირობებში ჩვენ ვერავითარ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ჩვენ რეალურად ვერ გავუყოლდებით. კი ბატონო, მადლობა.